აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბელებო. კიდევ ერთხელ მზიან თბილ გაზაფხულის დღეს გულსუხარია, სულსუხარია, სითბო და მზე. და ვნახოთ დღევანდელი დღის ენერგიები. ეს ამჯერად არის ლენორმანის დარო. გითხარით უკვე წინა ვიდეოს ვინც უყურა. ყველა გასტას აქვს თავისი შემქმნელი ეგრეგორის ენერგია, ანუ ინსპირაცია. ნახოთ, ეს არის ლენორმანის სისტემაზე შექმნილი დარო. დღევანდელი დღის ენერგიები თქვენთვის როგორია? დღეს ესე იგი რაღაც საქმეები გაქვთ ეთყობა, ფიქრობთ, რომ დაკავებულები ხართ, რაღაცებს აკეთებთ. ყოველ შემთხვევაში სამსახურია თუ რაღაცა თქვენი პირადი სამსახურია თუ საქმეა თუ რა ვიცი რა ყველა სხვადასხვა საქმეებით ხო ხართ დაკავებული. ყველაფერი გამოგივართ. ამოდის ძალიან კარგი კარტები, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი მიზანი ფაქტიურად მიღწეულია, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ წინ, ჩართეთ თქვენი ინტუიცია, სულ ამას ვამბობ, ყურადღება მიაქციეთ ვარსკვლავებს, ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, ესოთერიას, იმ დაფარულ ცოდნებს და იმის მიხედვით იხელმძღვანელეთ ცხოვრებაში. რატომ? რომ მოხდეს წარმატება, გამონათება და იმ სასურველის მიღწევა, რაც ასე გსურთ. ანუ საბოლოო ჯამში, ნახეთ, კარტები ამოვიდა კარგი, მაგრამ გაქვთ ჯერ სამუშაო. ეს მარტო თქვენ საქმიანობას, თქვენ კარიერას, თქვენ სამსახურს თუ ფიზიკურ რამე მუშაობას და საქმეს კი არ ეხება, ეს ეხება ასევე თქვენ თავზე მუშაობას, ინსაიდერობას, ინსპირაციას და იმ დაფარულ ცოდნას, რასაც მიგვანიშნებს აგერ. ნახეთ, ფიგურა იყურება კოსმოსში, ხო? დააკვირდება პლანეტებს. და გამოანათებს მზე. ყოველი თქვენი დაკვირვება, ეზოთერულ დაკვირვებას გულისხმობ და მისტიურს, ბოლოს გამარჯვებით და წარმატებით დაგვირგვინდება. ეხლა გვითხრეს The Gregory Scott Tarot კარტმა. ყველა ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს, დღევანდელ დღეს რა ამბავს გაიგებთ, რას უნდა ელოდოთ დღევანდელ დღეს. რა მნიშვნელოვანი რამე მოხდება თქვენს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ ვიძახით, თუ ვიჯდებით, არ გავალთ, არ გავინძრევით, არაფერიც არ მოხდება. ხო? ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ნახოთ აბა რა მნიშვნელოვანი მომენტები გველოდება დღეს. თუ გახვალთ, გარეთ გაინძრევით, გამოინძრევით, აგერ ამოდის ახალი დასაწყისი, ახალი დღე. ვინ შაურმის საყიდლად გახვალთ, ვინ ხაჭაპურის, ვინ პროდუქტების, ხო? სიტყვაზე ვიძახი. ვინ მარკეტში გადიხართ? არ ვიცი, ყველას თქვენი დღე გაქვთ, დილა, როგორ იწყება და დღე. აქ ამოდის შეხვედრა, ან პარტნიორისგან ამბის გაგება, მოწერა, მესიჯი, ანუ დაკავშირება. ყოველ შემთხვევაში სასიამოვნო კარტი ამოდის და ისევ ამოვიდა მზე. ამ შემთხვევაში მეორდება ორჯერ მზე, ანუ ეს ახლა ტრიპლეტია, 3 კარტი იშლება, ნახეთ. და ჯერ რა თქმა უნდა ვამბობთ პირველის, მეორეს და მესამეს მნიშვნელობას, მე მთლიანად ვაანალიზებთ და ანალიზი გამოდის ესე: თუ გავინძრევით, გავალთ გარეთ, ვიაქტიურებთ, გადავდგავთ ნაბიჯს, აგერ მოდის სიყვარული, მოდის შეხვედრა, მოდის ინფორმაცია პარტნიორიდან, საყვარელი ადამიანიდან. ყოველ შემთხვევაში კმაყოფილები იქნებით, იმიტომ რომ ამოდის მესამე კარტი მზე, ნახეთ, რა მარტივია, ხო? და სიხარული, ახალი დასაწყისი, ასევე ამ კარტში ეს ასეა. და რჩევა დღევანდელი დღისთვის, აბა რა იქნება? რჩევა. კარტები
დადებითია, რაც მავსებს მეც დადებითი ენერგიით და თქვენთანაც მოედინება ეს დადებითი ენერგია, რჩევა რა იქნება. არ ინერვიულოთ, არ დაიგრუზოთ, არ გაიხსენოთ ცუდი დღეს მაინც, იმიტომ რომ შესაძლებელია, ეხლა ეს არის საჯარო გაშლა, ხო? ზოგადი ინფორმაცია. ნახე, შესაძლებელია თქვენი პარტნიორის დაბრუნება, კონტაქტზე გამოსვლა, დადებითი თბილი ენერგიების შემოდინება, თუ ეს თქვენ, რა თქმა უნდა, გენდომებაც. ახალი დასაწყისი, ხო? სიყვარულით, სავსე თასი, ორმხრივი სიყვარული, მაგრამ გაფრთხილება რა არის, ნახე? არ ინერვიულ, ანუ ცუდები არ გაიხსენო, ხო? ვიცით, რომ идеალური ამ ქვეყანაზე არავინ არ არის. იმ ადამიანმა თუ რაღაცა შეეშალა, ხო? ხუთი დღეს აპატიეთ, გაუშვით, დაივიწყეთ, როგორღაც ამოიღეთ, თუ რაღაცაზე მოგატყუათ, თუ რაღაცა ზე გული გაგიცხუათ, ხო? და დაბნეულები ხართ ამის გამო და ცოტა დარდობთ კიდევაც, ხო? აი დღეს, აი ესე შეეგებათ დღევანდელ დღეს, მე ვიწყებ დღეს თავიდან. დღეს მე ჯერა, რომ ყველაფერში გამიმართლებს, დღეს მე ვიქნები ბედნიერი და ვარ ბედნიერი, მადლობა სამყაროს, მადლობა ყველა ნათელ კეთილ უზენაეს უმაღლეს ძალას, დიახ, მე ვიმსახურებ სიყვარულს. გაიხადეთ ეს ყოველდღიურად თქვენი აფირმაცია, ყოველ დილას, ესეთი შემართებით, პოზიტივით, სითბოთი, სასიცოცხლო ძალების ამაღლებით და ენერგიით შეხვდით ყველა დღეს. დიახ, მე ყველანაირი მიჯაჭვულობიდან, ყველანაირი დამოკიდებულებიდან, ყველანაირი იმ კოლაფსიდან, ხო, გამოსული ვარ. მე ეს დარდი გავიარე, ეს მწუხარება გავიარე, მადლობა ამ გამოცდილებისთვის, აი ეს ადამიანი, ხო, წარსულში გაუშვიან დამთავრდა რაღაც, ხო, რაღაც ეტაპი, მაგრამ ეხლა მე ველოდები სტაბილურობას და მე ვქმნი ამ სტაბილურობას. მე ჩემი ცხოვრება მაქვს აწყობილი, მე შემიძლია ვიყო თავისუფალი, ასევე მყარად ვდგავარ და აი აგერ, სადაც სიყვარულია, იქ ჩემოკარგებო ფულია, სიუხვეა, სიმდიდრეა, სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია დღეს ყველაფერი. ამიტომ თუ იქნებით დაბოღმილები, პირდაპირი გაგებით, გულნატკენები, ცხვირჩამოშვებულები, ვაიმე ეს როგორ მითხრა დედა, ეს როგორ მომექცა, ანუ გაიხსენებთ ამ ცუდებს, თქვენთვის უარესი იქნება. ამიტომ გაფრთხილება მოდის პირველ რიგში რაზე? თქვენ უნდა მართოთ თქვენი ცხოვრება, გინდათ დადებითი, გინდათ მზე, გინდათ გამართლება, გინდათ სამყარომაც გამოანათოს, მოდით რა. დაივიწყეთ ის ცუდი, ვითომ არ ყოფილა წაშალეთ ეს ფაილი გონებიდან. და შემართებით, პოზიტივით შეუდექით ცხოვრებას. დიახ, მე ყველაფერი გამომივა, მე ყველაფერი შემიძლია და მე დავემკვიდრებ იმ ჰარმონიას, იმ იდილიას, რასაც მე ვეძებ ჩემს ცხოვრებაში. ხო, აი, დაუფიქრდით კარგად, რა გინდათ თქვენ ცხოვრებაში. ყველა ადამიანს უნდა ჰარმონიული ცხოვრება, ხო? ყველა ელტვის ჰარმონიას, დადებით, ანუ სიხარულით სავსე ემოციონალურ განწყობას, სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას. ამიტომ თქვენ უნდა შექმნათ ეს ჩემოკარგება, რაზეც აგერ სამყაროს პასუხი. შეუდექით თქვენი ცხოვრების დემონტაჟს კარგი გაგებით, დაპროგრამებას კარგი გაგებით, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და სითბო და რა თქმა უნდა, წარმატება, რომელიც აუცილებლად მოვა. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, აბა თქვენ იცით. წარმატებები.